ვარ ანდრია მუსიძე 9 წლის. ვსწავლობ შუაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ჩემი მწვრთნელია გიორგი ფაღავა. ის არის ძალიან მხიარული და მეგობრული მასწავლებელი. რაც მთავარია, უყვარს ბავშვები და ფეხბურთი. მე ვთამაშობ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე. ადრე ვიყავი მეკარე და შემდეგ შევიცვალე პოზიცია. გოლების გატანა მეხერხება და მასწავლებელმაც მირჩია. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს 156 გოლი. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. ბურთი ფეხებს შორის გავუძვრინე მცველსაც და მეკარესაც და შევარდა კარში. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება არის ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს მარცხენა ფეხით დარტყმა. 8 წლის როცა გავხდი, მაშინ გადავწყვიტე, რომ გამოვსულიყავი ფეხბურთელი. იქამდე მინდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. ცეკვაზეც დავდიოდი, მაგრამ დროის უქონობის გამო გამოვედი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ კი გადავალ დინამო თბილისში, შემდეგ კი სპორტინგში, შემდეგ გადავალ ნეაპოლში, შემდეგ პესეჟში და შემდეგ ბარსელონაში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდით 11 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 41 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეზღვაური. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი მასწავლებლები და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ვაჩე გათამაძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე დიასამიძე. ყველაზე ცელქია საბა გოგიტიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლიზი ველიაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური, მაგრამ ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს. იმიტომ რომ ჩემი მოსაწონი გოგო ჯერ არ შემხვედრია. მე რომ გოგო მომეწონოს, უნდა იყოს მშვიდი, შავგვრემანი, მაღალი და ლამაზი. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 24 წლის. შვილებს დავარქვევ გიორგის, ელენეს და მათეს. ჩემს ცოლს დავარქმევ ლიკას. საყვარელი მასწავლებელია მაიკო ჩიჯავაძე. იმიტომ რომ მშვიდია, არ ყვირის და ბავშვები უყვარს. ახლა მინდა რომ ვიყო 13 წლის, რადგან თინეიჯერობა მომწონს. სახლში ვცხოვრობთ მე, ბებია, ჩემი და დედა ჩემი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი არის დედა ჩემი. ის არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და საყვარელი. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ტოლმას. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი და მშრომელი. მე მყავს 1 და 11 წლის და მას ჰქვია ბარბარე. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და პრანჭია გოგო. ჩემი აზრით ბარბარე რომ გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პატარა პრინცი. ზღაპრის გმირებიდან მე ვგავარ წითელქუდას ზღაპრის მონადირეს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი ბარსელონას ლეგენდა. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ნეიმარ ჯუნიორთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია სახლი სოფელში. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.